სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებაში ისევ გამოჩნდა რაჟდენ კუპრაშვილი, ამჯერადაც წერილობითი ფორმით. ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც დადებით დასკვნებს წერდა და წერს ქვეყანაში გამეფებულ კორუფციაზე, შემდეგ კი ყოფილ თანამდებობის პირებს ერთმანეთის მიყოლებით აკავებენ სწორედ კორუფციის გამო, ახლა ისევ მედიის შევიწროების დავალებითაა. ბიუროს მთლიანად რეჟიმი აკონტროლებს და იყენებს როგორც ბერკეტს მედია პლატფორმებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დასახურად. ცნობილი გახდა, რომ კუპრაშვილმა წერილი გაუგზავნა გამოცემა ინდიგოს. ამ ტექსტით ვიგებთ, რომ ორგანიზაციის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო. ანტიკორუფციული ბიურო გრანტების შესახებ კანონში შეტანილ რუსული სტილის ცვლილებებს ეყრდნობა. გამოცემა ინდიგომ საზოგადოებას მიმართა, რადგან მთელი ჩვენი საქმიანობა ღია კომუნიკაციასა და მხოლოდ თქვენს ნდობაზე დგას, გვინდა ეს ამბავიც იცოდეთ. ცხადია, ჩვენ ისევ ვაგრძელებთ და ვემსახურებით მისიას, რომელმაც შექმნა თავისუფალი სიტყვისა და გამოხატვისთვის, თავისუფალი აზრისა და იდეებისთვის ვაგრძელებთ მუშაობას. თქვენ ყველაზე კარგად იცით, რას ვაშუქებთ, რატომ აღწერთ და როგორ ყვებით ამბებს. Ახლაც გჯერა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც ქვეყანაში სამართლიანი მართლმსაჯულების რწმენა დაკარგულია, ერთმანეთის თანადგომა, პრინციპულობა და სიმართლე გაიმარჯვებს. ინდიგო მუდამ დააკვირდება და აღწერს ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემო ხდება, რაც აღვაფრთოვანებს, გვიზიდავს, გვაშინებს და შთაგვაგონებს, წერს ინდიგო. რას ითხოვს ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული ანტიკორუფციული ბიურო? ის ცდილობს ცდომას ყველანაირ ინფორმაციაზე. სინამდვილეში რაჟდენ კუპრაშვილს დავალებული აქვს არა რაიმე შემოწმება, რაც ისედაც შემოწმებული და გამჭვირვალე, არამედ ორგანიზაციების მოგუდლა. თუ როგორ ცდილობს ამას, ვრცლად ცოტა ხანში სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, იქამდე გეტყვით ამ ეტაპზე გრანტების შესახებ რეჟიმის მიერ შეცვლილი კანონით ვინ გახდა სამიზნე. რადგან მედიაზე ვსაუბრობთ, ჩამოგითვლით მედია ორგანიზაციებს, ესენია აიფაქტი, საგამოძიებო თისამბები, პროექტი 64, რეალ პოლიტიკა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. თითოეული ეს პლატფორმა ქართული ოცნებისთვის მიუღებელია, რადგან კორუფციას ამხელს. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ 2025 წლის აპრილში დაამტკიცა, საერთაშორისო დონეზეც კრიტიკის საგანია. რეჟიმს მოუწოდებენ, რომ გააუქმოს ცვლილებები, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას ავიწროებს და მას განადგურებით ემუქრება. რეპრესიული ცვლილებების საფუძველზე რაჟდენ კუპრაშვილმა ზაფხულშივე შეუტია არასამთავრობო ორგანიზაციებს. ნატა ძველიშვილი ინდიგოს დირექტორია, ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამოშვიდობისა. დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენ ხშირად გვიწევს გარკვეული განმარტებების გამეორება, როგორც კი რაჟდენ კუპრაშვილი გამოჩნდება ამ თავისი წერილებით, ჩვენ ვუხსნით შემდეგ საზოგადოებას, რატომ არის ამგვარი წერილები საშიში და რეალურად რა მიზანს ისახავს ის. აი მოქალაქე, რომელიც ახლა ზის ტელევიზორთან და უყურებს ჩვენს დიალოგს, დასვამ შეკითხვას, ხო, მოვიდა რაღაც წერილი და რატომ არის ეს საფრთხის შემცველი. რეალურად რა პროცესია ეს და როგორ მივყავართ ამას არასამთავრობო სექტორისა და მედია პლატფორმების გაუქმებამდე. ანტიკორუფციულ ბიუროს ქვია ანტიკორუფციული ბიურო, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა ებრძოდეს კორუფციას. და ჩვენ გვაქვს რეალობა დღეს ქვეყანაში, როცა პროკურატურაც კი ამბობს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები წლების განმავლობაში კორუფციით იყვნენ დაკავებულნი და რაჟდენ კუპრაშვილის ორგანიზაციამ ეს უბრალოდ ვერ შეამჩნია თუ არ დაინახა. ფაქტი ისაა, რომ იჭერენ ადამიანებს ისეთ თანხებზე, რომლის შესახებაც ჩვენ წარმოდგენაც კი არა გვაქვს. აი რომ აიღოთ, შეიძლება იმ მედია ორგანიზაციების წლიური ბიუჯეტი უფრო ნაკლები იყოს, ვიდრე მაჯის საათი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა. თავისთავად ცხადია, რომ აი ეს მიდგომა, რომ ანტიკორუფციული ბიურო დაკავებული არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის ფინანსების ძიებით, მაშინ როდესაც მეორე მხარეს წარმოუდგენლად დიდი თანხები, ჩვენთვის დიდი თანხები ტრიალებს და არაკეთილსინდისიერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის მიტაცებული და ამ დროს ჩვენ კერძო თანხები გქონდა ყოველთვის და არანაირ სახელმწიფო რესურსებს არ ვიყენებდით. ჯერ მხოლოდ აი ამ ეს აჩვენებს იმ მიზანს, რაც რეალურად აქვს აი ამ ვითომ მოკვლევას, ხომ? ეს მოკვლევა რას გულისხმობს? გთხოვს ყველანაირ ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია გრანტების ფარგლებში, რომლითაც ჩვენ სარგებლობდით იქამდე, ვიდრე მიიღებდნენ ამ კანონს, რომლითაც ფაქტობრივად აგვიკრძალეს ჩვენ უცხოური დაფინანსების მიღება და მაყურებელს რომ ავუხსნათ, რა იყო ეს დაფინანსება, ხომ? საქართველოში ბიზნესი სამწუხაროდ არდებს ფულს ისეთი შინაარსის წარმოებაში, რომლითაც ჩვენ ვიყავით დაკავებული, ეს არის გაჭირვებული ადამიანების, ყველაზე მცირე ჯგუფების, იმ ადამიანებისთვის პლატფორმის მიცემით, რომელსაც ხმა წაართვეს და არავინ არ უსმენს მათ, ხომ? ამ ადამიანების პრობლემები გამოქვეყნდა ჩვენ საჯაროდ და
და სწორედ ასეთი შინაარსის წარმოებაში ვიხმარდით ჩვენ უცხოური ორგანიზაციების დახმარებას. ისინი საერთოდ არ ერეოდნენ ჩვენ შინაარსში და ჩვენ მოქმედებდით მხოლოდ ჩვენი სარედაქციო პასუხისმგებლობის შესაბამისად. და ქონდათ სრული ანგარიშვალდებულება ფინანსურ ნაწილში, რა უნდა გამოიკვლიოს, როდესაც დონორი თავად ითხოვს ამ ჯგუფს. ერთის მხრივ დონორი ითხოვს თავად და მეორე მხრივ ჩვენ ისედაც წარვდგენთ დეკლარაციებს შემოსავლების სამსახურში, ისედაც ღია არის ჩვენ შესახებ ინფორმაცია სახელმწიფოსთვის, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გადაამოწმონ, ჩვენ არ ვუმალავთ სახელმწიფოს არაფერს, ჩვენი საქმიანობა ყოველთვის იყო და არის გამჭვირვალე, იმიტომ რომ რასაც ვაწარმოებთ, ჩვენ ამას ვუშვებთ ჩვენს პლატფორმებზე. ხო, ჩვენი მოქმედება არის საჯარო, ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ გარდა იმისა, რაც ჩვენს ვებსაიტზე და ჩვენ სოციალური მედიის არხებზე ვაქვეყნებთ. ამიტომ მოგონილია თავიდან ბოლომდე აი ეს შემოწმება, რომელიც ისახავს მიზნად მხოლოდ იმას, რომ შემოიტანოს გაურკვევლობა, ჩვენ წდომა აღარ გქონდეს ფინანსებზე, დაშინდეს თუ კი ვინმე სადმე რეკლამის დამკვეთი ყავს ესიც და სრულიად გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება. აი ერთ შეკითხვას ასეც დაგისვამთ ნატა, ერთი მხრივ შეტანილი ცვლილებით თავრობამ თავად უნდა მისცეს ნებართვა რომელიმე დონორს, რომ აქ დააფინანსოს ორგანიზაციები, რომლებიც მაგალითად იკვლევენ კორუფციას. ანუ იკვლევენ იმას, რისი აღიარებაც ახლა თვითონ უწევთ თავისი პოლიტიკური მიზნების გამო, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ არის ის, რომ სისტემური კორუფციაა ჩვენ. ანუ კობახიძემ მაგალითად უნდა მისცეს ნებართვა რომელიმე ორგანიზაციას დააფინანსოს აქ ადგილობრივი პლატფორმა, რომ შემდეგ ამ პლატფორმამ გამოიძიოს კორუფცია, როგორიც არის ამ მის მთავრობაში. ამას არ გააკეთებს, რასაკვირველია, ამით ფინანსურ რესურსს კეტავს, ბუნებრივია, როდესაც ანტიკორუფციული ძახისმე სადღაც უნდა შევიდე, იქ მერე ბიზნესი, რომელიც ისედაც არ სწყალობს ასეთ საქმიანობას, ისედაც დაშინებულია, კიდევ უფრო მეტად დაშინდება. ეს მეორე. და მესამე, მაგალითად წყაროები, რომლებიც თქვენთან კომუნიკაციაში არიან, რომ ამხილონ კორუფცია, ინფორმაცია მოგაწოდონ, ისეთი პერსონალური ინფორმაცია შეიძლება იყოს იქ, რომლის გამჟღავნება არ სურს წყაროს და ჟურნალისტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ის დაიცვას. ყველა ეს ინფორმაცია უნდა რომ წაიღოს, ასე გამოდის, რაჟდენ კუპრაშვილს, ანუ რეჟიმს, რომელიც მე ამ ადამიანებს შეიძლება ინდივიდუალურადაც უქმნიდეს, ანუ მოქალაქეების დაცვის და ინფორმაციის წყაროს დაცვის მექანიზმსაც სპობს. ასეა თუ არა ეს თქვენ შემთხვევაში? მან არის კიდევ ერთი მომენტი, მას შემდეგ რაც ამ გრანტების შესახებ კანონით მოიკვლევს რაჟდენ კუპრაშვილი, მას შეუძლია რომ გადაწყვიტოს, რომ მე ახლა ფარათი, ეგრეთ წოდებული ფარათი მივიდეს ორგანიზაციებთან და ამტკიცოს, რომ ჩვენ სინამდვილეში უცხოეთის აგენტები ვართ. სამწუხაროდ ქვეყანაში სადაც სამართლიანი სასამართლო არ არსებობს და სამართლიანი მართლმსაჯულება მთლიანად გაუქმებულია, გვაქვს პოლიტიკური მართლმსაჯულება, ამიტომ არის საშიში ასეთი ტიპის კანონები, იმიტომ რომ ჩვენ რო რწმენა გქონდეს, რომ სასამართლოთი ჩვენ მივაღწევთ სიმართლეს და დავადასტურებთ იმას, რომ ჩვენ მხოლოდ ჩვენი სარედაქციო პასუხისმგებლობის შესაბამისად მოქმედებთ, მაშინ ცხადია არავის არაფრის არ შეეშინდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. ამისი კი არ გვეშინია. ჩვენ გვეშინია იმის, რომ საქართველოში შავზე თეთრ სიძახიან და ამას ადასტურებს სასამართლო. სასამართლო იქცა ნოტარიუსად, სასამართლო იქცა ხელისუფლების დამოწმებლად. არც ერთ შემთხვევაში, როდესაც აი ეს მოთხოვნა გაასაჩივრეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედია ორგანიზაციებმა, სასამართლომ არ მიიღო არანაირი განსხვავებული გადაწყვეტილება. ყველა არის შაბლონური გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ აღვიქვავთ ამას ჩვენს ბერკეტატორე სამართლიან სახელმწიფოში რომ ცხოვრობდეთ, მაშინ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა და მივცემდით. არა მხოლოდ პრობლემა არ იქნებოდა, არამედ საერთოდ ეს საკითხი არ იდგებოდა ამ საკურველია დაინტერესდებოდა იმით, როგორ იპარავდა პრემიერ-მინისტრი თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა იმას, როგორ მუშაობს დამოუკიდებელი მედია, რომელიც ცდილობს რომ ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. აი ამ წერილის მოსვლის შემდეგ ხდება, ხომ? აი მოვიდა წერილი, თქვენი პასუხი გამოაქვეყნეთ, რომელიც წავიკითხეთ, მაგრამ აი რას აპირებთ აი ამ წერილის შემდეგ თქვენ და რა შეიძლება გააკეთოს ანტიკორუფციულმა ბიურომ?
ჩვენ ვაპირებთ რომ გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა რომ არ გვაქვს რწმენა რომ სასამართლო რაიმე განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენ პატივს ვცემთ სამართლებრივ ინსტიტუტებს და ამ ბერკეტს აუცილებლად გამოვიყენებთ რასაკვირველია სასამართლო დაადასტურებს იმას რომ რაჟდან კუპრაშვილი სამართლიანად ითხოვს ამ მოთხოვნას და იწყებს ამის მოკვლევას და დაგვავალდებულებს რომ გადავცეთ ეს ინფორმაცია და ამის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს იმიტომ რომ სხვანაირად ეს არის სასამართლოს მოთხოვნის აღუსრულებლობა და ამ შემთხვევაში უკვე სისხლის სამართალია და შესაბამისად მოგვიწევს რომ ეს ინფორმაცია მივცეთ მაგრამ მივცეთ იმ ინფორმაციას რასაც მივიჩნევთ იმას რომ ეს არის კანონის შესაბამისად და რაღაცას არ მისცემთ არ ვიცი ნახოთ რა გადაწყვეტილება სხვა ორგანიზაციებთან თუ გაქვთ კონსულტაცია ეს საინტერესოა მიდგომა ერთნაირი იქნება ყველა ორგანიზაციის თუ სხვადასხვა მიდგომა ექნება აი თქვენი პოზიცია რამდენად თანხმედრაშია მაგალითად ჩვენ მიერ უკვე ჩამოთვლილ ზოგიერთ ორგანიზაციას მედია ორგანიზაციებს ერთმანეთთან რასაკვირველია გვაქვს კომუნიკაცია რამდენადაც ვიცი მათთან საქმე გაჩერებულია ჯერ აი იმ პროცესში რომ სასამართლომ დაადასტურა, გაასაჩივრეს სააპელაციო ორგანოში და აქედან ელოდებიან პასუხებს. სააპელაციოშიც გავასაჩივრეთ რასაკვირველია და ვნახოთ მერე რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ყოველ შემთხვევაში თავარი ის არის რომ ჩვენ არასდროს არ გქონია რაიმე დასამალი და აი ამ გადარიცხვებზე რა თანხას ვრიცხავთ, ვის რა ჰონორარს ვუხდით, სახელმწიფოს ისედაც აქვს ამაზე ინფორმაცია. კი ბატონო, ჩვენი საუბრის დასასრულამდე მინდა მოვასწრო ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი აღნიშნეთ კიდეც როგორ გუდავს ასე ვთქვათ სამოქალაქო საზოგადოებას აი ამგვარი კანონებით რეჟიმი არ აძლევს შესაძლებლობას რომ მიიღოს გრანტი რეალურად და ამ ვითარებაში როგორი მდგომარეობა გაქვთ თქვენ ეს ორგანიზაციაში და როგორ აპირებთ გაგრძელებას შეძლებთ თუ არა ამას საერთოდ არ ვიცით ამაზე პასუხი არ გვაქვს ჩვენ ვართ მდგომარეობაში როდესაც არ ვიცით რამდენ ხანს ვიარსებებთ იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ თქვათ, ბევრი მცდელობა იყო ჩვენი მხრიდან, რომ სხვადასხვა დაფინანსების გზები გვეპოვა. არ არის დღეს ვითარება, რომ ვიცოდეთ, რომ შემდეგი წლის ბიუჯეტი გვაქვს, ან არ გვაქვს, ისიც არ ვიცით ამ კანონებს რა სიმკაცრით და როგორ ამოქმედებენ, რას მოიგონებენ და რა იქნება ახალი. მაგრამ კარგი ის არის, რომ ჩვენ ყველას გვაქვს ერთმანეთთან კომუნიკაცია, ყველა დამოუკიდებელი მედია ვართ ერთად, ერთმანეთს ვუჭერთ მხარს და ეს სინათლე მედიის კამპანია, რომელიც დავიწყეთ, რომლითაც ჩვენ ვთხოვთ ჩვენს აუდიტორიას დახმარებას გვესახება ერთ-ერთ გამოსავლად და ამიტომ აქედანაც მიმართავ როგორი პირი უჩანს ამ ღარიბ ქვეყანაში იცით რა არის პირველ ეტაპზე იმდენი მოვახერხეთ რომ რეგიონულ მედიას შევუნარჩუნეთ მინიმუმ ოფისები და ისინი აგრძელებენ მუშაობას მძიმე პირობებში მაგრამ არ დახურულან და ვგულისხმობ ეს არის სოლიდარობის დამსახურება და ეს არის ჩვენი მკითხველის დამსახურება და იმედი გვაქვს რომ აი ამ ჩვევას ჩამოვაყალიბებთ რომ თუ კი გვინდა ქვეყანაში არსებობდეს დამოუკიდებელი მედია, რომელიც არ გაატარებს არავის ინტერესს, ჩვენვე უნდა გავიღოთ ამისთვის წვლილი. და მე იმედი მაქვს, რომ სხვა ორგანიზაციები და კომპანიებიც მიხვდებიან, რომ თუ არ იქნება ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია, რომელიც ეთიკური, პროფესიული პრინციპების შესაბამისად მოქმედებს, ვერც ბიზნესი ვერ იქნება და ვერც ერთი სფერო ვერ იარსებებს ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. სტუმრობისთვის ნატა ძველიშვილი იდიგოს დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.